მოგესალმებით, ღმერთო და აღლოცოთ გაგახაროთ. ჩვენ წინა შეხვედრის დროს ვისაუბრეთ მარხვის მნიშვნელობის შესახებ, რამდენად საჭიროა ის ადამიანისათვის, რამდენად აწესრიგებს ის ადამიანის სულიერ ცხოვრებას, შინაგან მდგომარეობას, როგორც სულიერს, ისე ფიზიკურს. მაგრამ მარხვა არ იქნება სრულყოფილი, თუ მას თან არ ახლავს სინანული, ჭეშმარიტი სინანული, განცდა საკუთარი უღირსებისა, საკუთარი ცოდვილობისა და სწორედ ეს იქნება ჩვენი საუბრის თემა დღეს. მოგეხსენებათ, სინანულისაკენ მოწოდება იყო ერთ-ერთი პირველი მოხმობა, პირველი ქადაგება მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მან ბრძანა სწორედ, რომ შეინანეთო რამე თუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. ანუ საფუძველი ჩვენი სულიერი ცხოვრებისა ყოველთვის უნდა იყოს დაფუძნებული ჭეშმარიტ სინანულზე და ამით იწყება საერთოდ ყველაფერი მართლმადიდებელ ეკლესიაში. ზოგიერთი მაგალითად მიიჩნევს, რომ სინანული სჭირდება მხოლოდ დიდ ცოდვილებს და არა ჩვენ. მაგრამ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ სახარებაში ესეთი რამე ბრძანა. არა მოვედ წოდებათ მართალთა, არამედ ცოდვილთა. ანუ აი ამ სიტყვებით მაცხოვარი ჩვენი მიგვითითებს, რომ არ არის ღვთის წინაშე მართალი ადამიანი, რომ ყველა ცოდვილები ვართ, რომ ყველას უნდა გქონდეს განცდა ჩვენი ცოდვილობისა. მაცხოვარს ხშირად დებდნენ ბრალს ფარისევლები, მწიგნობრები, როდესაც ის ესაუბრებოდა ცოდვილებს, ვიცით, ხან მემროშე დედაკაცზე ესაუბრებოდა, ხან მეზვერეებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და იბადება ესეთი კითხვა: რატომ არ სურდა მაცხოვარს საქმე ჰქონოდა ეგრეთ წოდებულ მართლებთან, რომლებიც წარმოადგენდნენ იმდროინდელ იუდეულ კასტას, კერძოდ ფარისევლებს და მწიგნობრებს? პასუხი ალბათ ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ისინი თავს მართლებად მიიჩნევდნენ და სინანული საჭიროებას ვერ ხედავდნენ საკუთარ თავში, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ ისინი იყვნენ მართლები ღვთის წინაშე და არ ჰქონდათ რომ თითქოს და ცოდვა. სინამდვილეში ისინი იყვნენ რთუნებულნი ხშირ შემთხვევაში თავისი უსაზღვრო ამბარდავნებით, ხშირად ფარისევლური დამოკიდებულებით, რაშიც მაცხოვარი არაერთგზის ამხელდა მათ და სხვა მრავალი ცოდვებისა, რა გამო საკმარისია მიუთითოთ ერთი ადგილი სახარებიდან, როდესაც ცდილობენ იუდეველები ჩაქოლონ დედაკაცი მრუშობაზე, ხოლო მაცხოვარი მიუთითებს მათ, რომ თუ რომელიმე თქვენთაგანს არ გააჩნია ცოდვა, მან პირველმა ესროლოს ქვაო და ხედავთ, რომ არც ერთი ადამიანი არ ესრის მათ და შესაბამისად მაცხოვარიც მიუტევებს იმ დედაკაცს თავის ცოდვას. ჩვენ ვიცით, რომ სრულიად მართალი, როგორც ესეთი, ამ ქვეყნად არავინ არის, გარდა ერთი მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ჩამოვიდა ზეცად ჩვენი გადარჩენისათვის. და ამდენად სინანული ყველას გვესაჭიროება. თუ გინდ გვეგონოს, რომ რაიმე უმნიშვნელო ცოდვებს ჩავდივართ. ერთი მამა ესეთ ამას ამბობს, რომ თქვენ თავს იმართლებთ იმით, რომ სუბუქად ოდნავ დააშავეთ, მაგრამ ამ ქვეყნად არ არსებობსო უმნიშვნელო, ცუდი და კარგი რამ. არ შეიძლება რაიმე დავტოვოთ ჩვენი ყურადღების მიღმა, ან რამეზე მოვახდინოთ
მოხსნათ საკუთარი პასუხისგებლობები. და მართლაც ეს ასეა, თუ ადამიანი დიდი ცოდვილი იძირება ცოდვებში, შეიძლება მცირე ცოდვებით, რომ ავიღოთ ის ტომრით, ასე ვთქვათ, იგივე სიმძიმეს წარმოადგენს ადამიანისათვის და ერთიც და მეორეც, ანუ ქვიშერსაც და ლოცსაც შეუძლია ერთნაირად დაძიროს ადამიანი. ამრიგად, განსაკუთრებულად საჭიროა უპირველეს ყოვლისა საკუთარი ავადმყოფობის შეგრძნება, ცოდვილობის აღიარება. ამის გარეშე ადამიანი არის უიმედოდ დასნეულებული თავისი ამპარტავნებით და მოხიბლული თავისი სიკარგით, რაც სინამდვილეს არ წარმოადგენს. მაგრამ მოდით განსაზღვროთ, რა არის ეს ჭეშმარიტი სინანული. წმინდა მამა ისააკ ასური ასეთ განმარტებას გვაძლევს ჩვენ, რომ სინანული არის ღვთისადმი მიმართული მოუკლებელი ვედრება წარსულის მისატევებლად და სამომავლოდ დასაცავად, რასაც თან ახლავს შემოსულებით ახსავსე ლოცვა. სინანული ხომალდია, რითაც სული გააპობს ცოდვის უხილავს ზღვას და გადარჩება. წმინდა ეგნატე კავკასიელი კი ესე განმარტავს სინანულს, რომ სინანული არის გაცნობიერება საკუთარი დაცემისა, რამაც ადამიანურ ბუნება გახადა უხმარი, შებილწული, ამიტომ გამუდმებით სჭირდება მას გამომსყიდველი. ეხლა ისიც ვთქვათ, თუ რისგან შედგება სინანულის პროცესი. პირველ რიგში, ჯერ გონებით ვაცნობიერებთ, რომ ღვთის მცნებები დავარღვიეთ. ხოლო შემდგომ შენდობა უნდა ვთხოვოთ ღმერთს და იმ ადამიანებს, თუ ცოდვა მათ წინაშე ჩადენილ დანაშაულს უკავშირდება. მაგრამ წმინდა მამები ამბობენ, რომ ეს კიდევ არ არის სინანული. გვმართებს საკუთარი ცოდვის აღიარებას დაურთოთ შრომაც, ანუ სინანულის ნაყოფი. ეს ნაყოფია ლოცვა, ეს ნაყოფია ის, რომ ადამიანს უკვე აღარ სურს დაუბრუნდეს ძველ მდგომარეობას. ჭეშმარიტი სინანული წმინდა მამების აზრით გულის სიღრმეში იბადება და პირველ ყოვლისა უნდა გაჩნდეს სიცხვილის განცდა ჩადენილი ცოდვისა გამო. შეიძლება ზიზღით ცოდვისაკენ მიდრეკილებისადმი, რაც სულს ამაზრზენი უწმინდურებით ბილწავს. ანუ როგორც კი უკვე ვთქვით, სინანულისთვის აუცილებელია საკუთარი ცოდვების ხედვა. ხოლო ეს მხოლოდ მას შეუძლია, იმ ადამიანს შეუძლია, ვინც მტკიცედ უარყო ყოველგვარი კავშირი ცოდვასთან, ან ვინც მტრად მოეკიდა თავის ნაკლულებანებას, თავის ცოდვას, იმას ღმერთი, რა თქმა უნდა, მიმატლებს უდიდეს ნიშს, რასაც ქვია საკუთარი ცოდვების ხედვა. ამიტომ არ უნდა გვეგონოს ჩვენ, რომ ეს იულის საქმეა, როდესაც ვიწყებთ აი ამ უდიდეს საქმეს, სათნოებას, რასაც ქვია სინანული. წმინდა მამები ხშირად საუბრობენ აი ამ ცნების შესახებ და ამბობენ, რომ ნეტარია ის სული, რომელმაც უღირსად შერაცხა თავი ღვთის წინაშე, რომელმაც განიკითხა საკუთარი თავი, როგორც ცოდვილი. ასეთი სული ცხონების გზას ადგება ძმანოდანო და პირიქით, ვინც საკუთარ თავს მადლის მიღების ღირსად მიიჩნევს, ან არიან კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც მზად არიან შეხვდნენ უფალს, ანუ დაინახონ ღმერთი, მოусმინონ მას და ესეთი კადნიერი ხიბლისმიერი მდგომარეობა გააჩნიათ, ეს თავს იტყუებს ძმანდადანო. ამ პარტავნებაში ესეთი ადამიანი, საიდანაც ძალიან იოლია უფსკრულში დანთქმაც. ამიტომ ჩვენი საქმე არ არის ეს. ეს არის მოხიბლული მდგომარეობა, რომელიც შემდეგ ლათინურ რომაულ ეკლესიაში უფრო მეტად გამოვლინდა და გაიდგა თავისი ფესვები, როდესაც
მათი წმინდანები ცდილობენ, რომ მიემსგავსონ ღმერთს, შეხვდნენ მას, კადნიერი შეხედულებები აქვთ ამის მიმართ და იმყოფებიან მართლმადიდებლური სწავლების თანახმად უაღრესად დიდ და ღრმა ხიბლის მდგომარეობაში. გლოვა და სინანულის განცდა ეს არის ის ერთადერთი, რაც ცოდვათა შენდობის მავედრებელ სულს სჭირდება. სწორედ საკუთარი ცოდვის ხედვა შობს აი ამ დიდ სათნოებას, რასაც ქვია სინანული. და სინანული კიდე თავის მხრივ გვანიჭებს განწმენდას, რაც არის საწინდარი სასუფეველისა და მარადიული ნეტარი ცხოვრებისა. მაგრამ საკუთარი ცოდვების ხედვა არის ძალიან დიდ შრომასთან დაკავშირებული. საკუთარი თავისადმი უაღრესად დიდ ყურადღებას მოითხოვს. უფრო თავგანწირვასაც კი ვიტყოდით ამას, რომ რათა არ არის ეს იული საქმე. ჩვენ ყველანი მიდრეკილნი ვართ ცოდვისადმი. ყველას გვაქვს ეს უძლურება საოცარი, როცა თითქოს და გვინდა, მაგრამ არ შეგვიძლია. და მოგეხსენებათ, რომ ცოდვები ღრმად არის ჩვენში ფერს გადმული და ამიტომ იქიდან გამოსვლა ადამიანმა დიდი ძალისხმევის ეკლესიის მეშვეობით უნდა მოახერხოს. ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მას შეუძლია საკუთარი ძალისხმევით ამის გაკეთება, ის ცდება. მხოლოდ ეკლესიას მოძღვართან ურთიერთობით, ჭეშმარიტი აღსარების და სინანულის მეშვეობით და ღრმა ეკლესიური ცხოვრების შედეგად არის შესაძლებელი იმ მძიმე სნეულებების გადატანა და აღმოფხრა ადამიანის გულიდან, რასაც ჩვენი ცოდვილობა ქვია. და წმინდა თეოფანი დაყუდებული გვასწავლის, რომ გულის ზედაპირზე სწორედ ის ცოდვები სამი სახით გამოდის. ესენიაო თვითგანდიდება, ეს არის ანგარება და ასევე სიამოვნებათა სიყვარული, რომლებისგანაც შემდეგ იშვება სხვა უამრავი ცოდვა და ბნება. ესე იგი, პირველი თვითგანდიდება. ეს ყველა ასაკში, ყველა წოდებასა და მდგომარეობის ადამიანში იჩენს ხოლმე თავს. მიუხედავად იმისა, წარმოადგენს ეს ადამიანი რამეს თუ არა, სამწუხაროდ ყველა ამბარდავნებს, ყველა ვქედმაღლობთ და ყველას გვაქვს ეს თვითგანდიდების სურვილი. ასეთი ადამიანი წმინდა მამების განმარტებით არ ცნობს ღმერთს, შეიძლება სიტყვიერად კი ცნობს, მაგრამ ის პირველ ყოვლისა თავის თავს აღმერთებს, თუ რაიმეს ასრულებს მიღებულ გადაწყვეტილებას, მხოლოდ საკუთარ თავის იმედად არის ხოლმე და ესეთი კატეგორიის ადამიანი თვითდაჯერებულია, თავისი მოიმედია, საქმის შესრულების შემდეგ ყველაფერს საკუთარ თავს მიაწერს და ამის გამო ის, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე ქედმაღლობს, ამაყობს, ხდება სხვისადმი მომთხოვნი, ხშირად უმადური, მას სურს, რომ ყველაფერში მისი ნება იყოს შესრულებული, რომ ყველა ემორჩილებოდეს მას, ის არ აღიარებს სხვაში აი ამ იგივე თვისებებს, რომლებიც თითქოს და უგულებელ ყოფილი არიან მთლიანად და ის ასეთი ძალაუფლების მოყვარი ადამიანი სხვებისაგან, რა თქმა უნდა, ვერ ითმენს ვერანაირ ზეგავლენას, ვერ ითმენს ვერანაირ რჩევადარიგებას და ეს არის საკუთარი თავისთვის კერპი, ღმერთი და რაც არის წარწმენდელი მდგომარეობა. სწორედ აი აქედან წარმოიშვა აი ეს თვისებები, სწორედ თვითგანდიდების სურვილი შობს უამრავ ნაკლს ადამიანში და ჩვენ უნდა მივაგნოთ, რა თქმა უნდა, იმ პირველ წყაროს, რაც არის ადამიანისთვის უფრო მეტად მძიმე. ყველა ადამიანს მოგეხსენებათ აქვს საკუთარი უფრო მეტად დიდი გამორჩეული ცოდვა, რომელსაც უნდა იქნეს პირდაპირი, უფრო ძალისხმიერი მეთოდებით სწორედ ბრძოლა იმ კონკრეტული ცოდვისადმი, რომელიც განსაკუთრებულად უჭირს მას. მეორე, ეს გახლავთ ანგარება. ანგარი ადამიანი ფიქრობს, რომ მინდა ყველაფერი მე მეკუთვნოდეს. ეს არის მოკლე დახასიათება ანგარი კაცისა. ანგარებიანი ადამიანი
სიტყვას არ იტყვის, ნაბიჯს არ გადადგამს და მოძრაობას არ გააკეთებს, ისე რომ იქიდან რაიმე სარგებელი არ პოვოს, არ ნახოს და ასე აქვს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში გათვლილი, მოწესრიგებული, თითქოს რომ ყველას და ყველაფერს, რასაც არ მიეკარება, თავისი წილი სარგებელი შეაქვს ხოლმე მის სამსახურში. ესეთია ადამიანების მდგომარეობა, რაც არის უკიდურესი სიბნელე სულიერი, ასეთი ადამიანის სული თითქოს და რაღაცნაირ ნივთიერმა თვისებებმა გადაყლაპა და ცხოვრობს არა თავისი, არამედ მათი ამ სწორედ ამ ნივთების ცხოვრებით მას მუდამ სჭირდება ეს კომფორტული ცხოვრება ასეთ ადამიანს და ვერავის ირგვლივ ვერ ხედავს, თვით შეიძლება ოჯახის წევრებსაც, მხოლოდ საკუთარი მეს დაკმაყოფილებისაკენ და საკუთარი ამ მატერიალიზმის და ხშირ შემთხვევაში ათეისტური შეხედულებების დაკმაყოფილებისაკენ არის მიეტოვნული. ანუ ის ემონება ნივთებს, ვითარებას და საერთოდ ყველაფერს იმას, რაც ამასოფლის სიამეთაგანია და რაც არ არის, რა თქმა უნდა, სულიერი. მესამე, ეს ადამიანის კატეგორიები ცოდვისა, როდესაც მინდა საკუთარი სიამოვნებით ვიცხოვრო. ანუ ცხოვრების წესი აქვს, ესე იგი, სიამოვნებით ცხოვრება, ანუ მუდმივად ეძებს მიისწრაფის მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნებისაკენ, ეს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა გვარისაა, ასეთი ადამიანის სული ახორცულ ვნებებს, გრძნობებშია ჩაფლული და ზეცაზე და სულიერზე საერთოდ არც ფიქრობს და შეიძლება ითქვას არ შეუძლია ამაზე ფიქრი, იმიტომ რომ ის არის მუდმივად ამ ხორცულ ვნებაში, სიამტკბილობაში ჩაფლული. მან იცის მხოლოდ ის, რომ სიამოვნების სხვადასხვა სახეები არსებობს და მარტო ამაზე შეუძლია მას საუბარიც, მსჯელობაც, მარტო ამ შეხედულებით ცხოვრობს და თუ ადამიანი მას სულიერზე დაელაპარაკება, რა თქმა უნდა, საერთოდ ვერ იტანს ესეთ ადამიანებს და ხშირ შემთხვევაში ვერაფერს საერთოდ ვერ ნახულობენ და უფრო მეტიც შეიძლება მტრულადაც კი განეწყოს ისეთ კაცს, რომელიც თავისი ცხოვრების წესით ამხელს ამ კატეგორიის ადამიანებს. როგორც წესი, სიამოვნების მოყვარულ ადამიანს აქვს ჭამას მისაკენ მიდრეკილებები, უზომო გარყვნილებისაკენ, გემოთ მოყვარეობისაკენ. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რაც არის უდავო ფაქტი. რამდენადაც ადამიანს მეტი სიამოვნებები აქვს, იმდენად ვიწროა მისი თავისუფლების წრე, თავისუფლების არე. და ვინც ყველა სიამოვნებას ფლობს, შეიძლება ითქვას, რომ იგი ხდება სხეულის სრული მონა, სრული ტყვე და რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა, რომელიც ამბობს, რომ სწორედ ჭეშმარიტი თავისუფლება ადამიანის შეიძლება მოიპოვოს მხოლოდ და მხოლოდ ცოდვისაგან განთავისუფლებით და ადამიანი, რომელიც იმყოფება ამა თუ იმ ცოდვაში, ან მრავალ ცოდვაში, ყოველივე ამ ცოდვის მონა ხდება. ჩვენ სამწუხაროდ ხშირად ვამბობთ ესეთ რამეს, რომ რა გავაკეთე ასეთი, რომ არ მიდის ჩვენი ცხოვრება კარგად, ვერ ვამჩნევთ ჩვენს ცოდვილობას. და ამის ნებას ცოდვა თვითონ თავად ცოდვა არ გვაძლევს. ის მუდამ ცდილობს ეშმაკი, რომ რამენაირად ადამიანს დაავიწყოს, რომ მან უნდა მიაქციოს საკუთარ თავს ყურადღება. რამენაირად გადაიტანოს თემა სხვა საგნებისაკენ და უფრო მეტიც ადამიანს ამყოფებს მუდმივ რაღაც მომავლის ძიებაში. ის ერთი საქმიდან ხშირად უმალვე გადადის მეორე საქმეზე, შემდეგ ეჩქარება მესამე საქმის გაკეთება. ანუ ადამიანს ისეთ განწყობას უქმნიან, რომ თითქოს და ის საქმიანია, თითქოს და მას ბევრი საქმე აქვს და არცალია საკუთარი სულისათვის, არცალია ეკლესიაში მისვლისათვის, არცალია ლოცვისათვის და სინამდვილეში, როგორც წმინდა თეოფანი დაყუდებული
ბრძანებს სამართლიანად, რომ ასეთი კატეგორიის ადამიანებს აწყობთიო, მხოლოდ ხელები, ფეხები და ენა აქვთო დაკავებულიო, ხოლო დანარჩენი ყველაფერი გონება, ნება, სული, რაღაცა სხვა საგნებით არის დაკავებული, რაც არის ყოვლად მიუღებელი ჩვენი ცხოვრებისათვის და სულიერი ცხოვრებისათვის პირველ ყოვლისა. დედა ეკლესიამ არაერთი მაგალითი მოგცა ჭეშმარიტი სინანულისა. ჩვენ შეგვიძლია რამოდენიმე მათგანის შესახებ ვისაუბროთ მოკლედ. ძველ აღთქმაში საოცარი მაგალითი გვიჩვენა ჩვენ ნინეველებმა სინანულისა, როდესაც მათ მიმართ გაჟღერდა რისხვის წინასწარმეტყველება, რომ ისინი დაიღუპებოდნენ თავისი ცოდვებისა გამო, ამიტომ მათ დაიწყეს გულხურვალე ქმედითი და არა მხოლოდ სიტყვიერი, არამედ სულ ხორცამდე გაჟღენთილი სინანულის მდგომარეობაში იყვნენ და აი ესე წერს მათ შესახებ წმინდა წერილი, რომ თაემორწმუნეს კაცნი ნინეველნი ღმერთსა და ქადაგეს მარხვაი და შეიმოსეს ძაძე. დიდიდგან მათით და ასდგა ნინეველთა მეფე საყდრესაგან მისისა და მოიძარცვა შესამოსელი მისი მისგან და გარე მოიტყა ძაძაი და დაჯდა ნაცარსა ზედა. და იქადაგა კაცნი და ცხოვარნი, ძროხანი და ცხოვარნი ანუ ნუიგემებენ ნურარასა და წყალსა ნუსმე ნუცა ძოენ და მოექცია კაცმა გზისაგან, თვისისა, ბოროტისაგან და სიცრუისაგან. მიაქციეთ ყურადღება, მთელი ქვეყანა, ანუ მეფიდან დაწყებული, არა თუ ადამიანი დამთავრებული, არამედ პირუტყვით დამთავრებული, ყველა გლოვაში იყო, ყველა მარხულობდა და უფრო მეტი არც ჭამდნენ საკვებს, მეფემ თავისი პატივი აიყარა და ნაცარი დაიყარა თავზე. ჩვენ აქ ვხედავთ უაღრესად ქმედით სინანულს ადამიანებისა მთელი ქვეყნისა, რამაც მოიტანა კიდეც საოცარი შედეგი, ნინევია გადარჩა, წინასწარმეტყველება არ აღსრულდა. ეხლა ვნახოთ კიდევ ერთი საოცარი მაგალითი დავით მეფსალმუნისი, დავით მეფისა, როდესაც ნათან წინასწარმეტყველმა იგი ცოდვაში ამხილა და ვიცით რომ მისი შვილი დასნეულდა და შედეგი სწორედ აი ცოდვებისა იყო ეს შვილის ავადმყოფობა, დავითმა დაიწყო ლოცვა და მარხვა. განმარტოვდა მიწაზე გაატარა მთელი დღე და ღამეები და როდესაც შევიდნენ მასთან სახლის უხუცესნი, რათა წამოეყინებინათ ის, მან არ მოისურვა ამისი გაკეთება, არც პური გატეხა მათთან ერთად, ანუ საერთოდ იმდენად მკაცრი იყო მისი სინანული, რომ ის საერთოდ მიწიდან არ ამდგარა ძმანდადანო და უფრო მეცაც ვიტყვით, ეს სინანული მისი მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდებოდა და სწორედ სინანულის მდგომარეობაში დაწერას ეს საოცარი 50-ე ფსალმუნი, რომელსაც ჩვენც მონანულ ადამიანებს ურჩევთ, რომ ხშირად წაიკითხონ და ეპიდემიის სახითაც ვაძლევთ ხოლმე. აი ამ ორივე შემთხვევაში ხედავთ ჩვენ ქმედით სინანულს მონანულებისა და საკუთარი თავის რაღაც არაჩვეულებრივ თვით დასჯას, რაც არის ნამდვილად ყველაზე რთული საქმე კაცისათვის და ადამიანი, რომელიც აი ამ სინანულს შეასრულებს, მას რა თქმა უნდა ეტევება ის ყოველივე შესუდებანი, ის მისი სული, გული, ნება იწმინდება ყოველივე ბილწებისაგან, ვინაიდან არ სურს მას უკვე მიუბრუნდეს იმ წარსულ ცხოვრებას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არა თვით ღვაწლის ფორმა, ის შეიძლება რა თქმა უნდა სხვადასხვა გვარი იყოს ყველა ადამიანში და ნებაყოფლობითი იღებს მონანული ადამიანის სული აი ამ თავის ღვაწლს, მაგრამ სინანულისადმი მოშურნეობა, ცოდვისადმი სიძულვილის ხარისხი, საკუთარი აი ამ სიბილწის ცოდვილობის განცდა, რა თქმა უნდა ადამიანში უნდა იყოს ღრმა და ძირფესვიანი. აი ასეთ მოშურნეობას აფასებს ჩვენში უფალი და რაც არის მიზანი სწორედ ჩვენი
სულიერი ცხოვრებისა, რათა აი ამ მდგომარეობით წავდგეთ ღვთის წინაშე და მოვიპოვოთ ნანადრით თავისუფლება და ბედნიერება. ეხლა რა უნდა შევინანოთ? წმინდა იოანე ოქროპირის სწავლების თანახმად ჩვენ პირველ ყოვლისა უნდა შევინანოთ საკუთარი ცოდვები, რომლებიც უხვად გვაქვს ჩადენილი ღვთის წინაშე. მეორე ცოდვები, რის ჩასადენადაც უბიძგეთ ჩვენ მოყვას, წაქეზებით, ცთუნებით, ან ცუდი მაგალითით, საკუთარი მაგალითით. ასევე მესამე, რომ არ აღვასრულეთ კეთილი საქმეები, რომელთა გაკეთებაც შეგვეძლო ჩვენ და მეოთხე, რომ მოყვასი განვარიდეთ საკუთარ ესე იგი სიკეთის ქმნას. აი ეს ძირითადი განშტოებებია, რომელიც რა თქმა უნდა შეიძლება კიდევ უფრო განმარტებულ იქნეს. ჩვენ მთავარია ვკითხოთ საკუთარ სინდის ხომ არ არის რაიმე ბრალი ჩვენში აი ამა თუ იმ ცოდვისა რა გამო. ეს არის ჩვენი დანიშნულება. თუ გამოვიკვლებთ კარგად ადამიანი დაუკვირდება თავის სინდვის, რომელიც არის ღვთის ხმა ადამიანში, მაშინ ის დაინახავს, რა თქმა უნდა, ნებისმიერ თავის ცოდვას და მოიპოვებს გათავისუფლებას ამ ცოდვისაგან. როდის მთავრდება სინანული? შეიძლება მოკლედ უპასუხოთ წმინდა მამების სიტყვით, რომ ის მთავრდება სიკვდილის შემდეგ. მანამდე, ვიდრე ცოცხალია, ვიდრე ადამიანს სული უდგას პირში, ბოლო წუთამდე უნდა კონდეს მას აი ეს განცდა საკუთარი ცოდვილობისა. ჩვენ ვიცით დიდი წმინდა მამების, მოსაგრეების, პირველი საუკუნის მამების აღსასრულის ჟამს, როდესაც ეკითხებოდნენ მათ, ნუ თუ თქვენს გეშინიათო, ისინი პასუხებდნენ, რომ ყოველთვის ჰქონდათ მათ შიში იმისა, ვინაიდან არავინ იცის როგორია ღვთის სასჯელი, სულ სხვაგვარია ღვთის განშა და სასჯელიო, ხოლო სულ სხვაგვარი ადამიანისაო. ეს არის ზოგადი შეფასება იმ სულიერ მდგომარეობისა, რომელიც აბსოლუტურად ყველა წმინდა მამას ჰქონდა ვიდრე სიკვდილამდე. ეხლა ვისაუბროთ იმასაც მოკლედ, რომ რა არის ჭეშმარიტი სინანულის ნიშანი და ნაყოფიც. იმიტომ რომ თუ ადამიანი იწყებს აი ამ გზაზე სინანულს, მაშინ მან უნდა დაინახოს რაღაცნაირად, არის მასში ეს სწორია ეს მიმართულება, არ არის სწორი, უნდა ხედავდეს მასში ადამიანი სწორად თავის მდგომარეობას, რომ არ მოიხიბლოს თავისი ხედვით და თავისი სიკარგით, ამიტომ მას მუდმივად ჭირდება ის, რასაც ჩვენ საუბრობთ, შევიძულოთ და პირველ რიგში და აღარ გავიმეოროთ იცოდები, რომელთა გამო უფლისაგან განგითხვის გვეშინია. იმდენად დაუმდაბოდეთ უნდა, როგორც წმინდა სილვანე ათონელი ამბობს, შევრიცხოთ საკუთარი თავი, მივიჩნიოთ ის ყველაზე უღირსად, უარესად, მარადიული ტანჯვის ღირსად. აი ესეთი განცდები გვჭირდება ჩვენ. მივატოვოთ სხვათა განჯისა და განგითხვის ჩვევა. გვეშინოდეს უნდა საშინელი სამჯაროსი, რათა გვახსოვდეს მუდამ მაცხოვრის მრისხანე სიტყვები, წავედით ჩემგან წყეულნო სატანჯველსა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მთელი გულით უნდა შევუნდოთ ჩვენს მოყვას. ყოველი მათი ბრალი უნდა ვაპატიოთ და არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ გულიდან უნდა გქონდეს ესეთი განცდა და უფრო მეტიც უნდა ვილოცოთ კიდეც აი ამ ადამიანებისათვის. გვახსოვდეს უნდა, რომ გადარჩენა არის მხოლოდ ვიწრო გზა და აი ამ გზით სიარული, ეს არის ხვედრი მართლმადიდებელი ქრისტიანისა. ყველა მართლმორწმუნე უნდა აღიარებდეს თავს ცოდვილად, ის უნდა მიიჩნევდეს თავს ყოველივე განსაცდელის, მწუხარების, გაჭირვების ღირსად და უნდა ამბობდეს, რომ ის ყოველივე ღირსია თავისი რა ცოდვებისა გამო. და დავასრულებ ჩვენს საუბრებს ჭეშმარიტი სინანულის არსის კიდევ ერთი გამოხატულებით,
ჩვენი აწყოს წარსულის და მომავლის განთავისუფლება ყოველივე არაღვთაებრივისაგან და საკუთარი თავის ნეტარი მარადიული წარმოთვისაკენ ჩვენ გვჭირდება აი ეს დიდი ცნება, ეს დიდი სათნოება, რასაც ქვია ჭეშმარიტი სინანული და მოგცეს ღმერთმა ეს მდგომარეობა ყველა ადამიანს.